ძველ ბათუმში 20 დღის წინ მომხდარი ხანძრის შედეგად 9 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. დღემდე უცნობია თუ რამ გამოიწვია ხანძარი და რა ზარალი მიადგათ აქ მცხოვრებ ოჯახებს. შესაბამისი ექსპერტიზა დასრულებული არ არის. თუმცა დღეს გაირკვა, რომ განურჩევლად მიზეზებისა ოჯახს მერია უკვე გამოყოფილი 3000 ლარის გარდა ფინანსურად ვეღარ დაეხმარება. ბინის ქირას კი, რომელსაც ასევე მუნიციპალიტეტი ფარავს, ოჯახები მხოლოდ მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე მიიღებენ. ვრცელ სულხან მესხიძე მოგითხრობთ. გამსახურდიას ქუჩის 11 ნომერში ხანძრის შედეგად დაზარალებული 9 ოჯახი ამ დრომდე დახმარების მოლოდინშია. დაზარალებული მზევნარ სირაძე აცხადებს, რომ მერიამ შენობიდან ნარჩენები არ გაიტანა და ტერიტორიის დასუფთავება საკუთარი ძალებით უწევს. დაზარალებული მერიის მიერ დაქირავებული ფართის სიმცირეზე საუბრობს. მისი განმარტებით კომპენსაციის თანხის მხოლოდ სახურავის შეკეთება მოახერხა. არავითარი დახმარება იმის მერი არ არის. პერჯერადი დახმარება მოგცემ და всё. ჯერჯერობით ქუჩაში ვართ ყველა. 9 ოჯახი ასე უპატრონოდ ვარ დაყრილი. არავითარი დასუფთავება არაფერი არ არის. თუ გინდაო მიდი და გაწმინდა შენი იმითო და თუ არა დაო ჩვენ მოვადრო და ყველაფერს გავაკეთებთ. როდის იქნება ეს დრო? ალბათ დანგრევას ელოდებიან, ეს რომ დაიგრენ და ახალი გააშენონ. საკითხთან დაკავშირებით ბათუმის მერია აცხადებს, რომ დაზარალებულებს მუნიციპალიტეტი ბინის ქირას წლის ბოლომდე გადაუხდის. ჯემალ ანანიძის განმარტებით დაზარალებულებს შესაბამისი პირველადი დახმარება უკვე გაეწიათ. ბათუმის მერი ფიქრობს, რომ დაზარალებული ოჯახებისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნა მიზანშეწონილად არ არის. მოსახლეობამ არაერთხელ მოგმართა, არაერთხელ განაცხადა პრეტენზიაც. და მიმდინარე წელს არაერთხელ ყოფილა ხანძრის შემთხვევები. შეუძლიათ გადაამოწმონ თუ ვინმეს განსაკუთრებულად სხვა დახმარებები გაუწიეთ, უფრო მეტი გაუწიეთ, გავავლონ პარალელი და ამის შემდგომ აქვს უფლება თქო და გამოხატონ პრეტენზია. დემონტაჟზე ჩვენ გვაქვს შესაბამისი უკვე პროექტი მომზადდა, რადგანაც საჭირო იყო შეგვესწავლა სახლის საჭიროებდა მთლიან დემონტაჟს თუ მხოლოდ მისი ნაწილობრივი დემონტაჟი უნდა განხორციელებულიყო. ექსპერტების დასკვნით ამ ეტაპზე რომ მოიხსნას მაქსიმალურად ქუჩისათვის იგლუ მაცხოვრებელთათვის ავარიული სიტუაცია უნდა მოხდეს ნაწილობრივი დემონტაჟი. შეგახსენებთ, რომ გამსახურდიას ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ხანძარი 21 სექტემბერს მოულოდნელად გაუჩნდა. ხანძრის მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.